ერთი კვირა სოციალური ქსელი შეიძლება ითქვას თამამად რომ აფეთქდა, იმიტომ რომ გამოჩნდა ლიზი, რომელმაც გაგვათბო, დაგვატკბო, არ ვიცი, აი მოგნუსხა საკუთარი ხმით. თითქოს აი ეს ხმა მართლა სიყვარული გეღურება გულში, როგორც კი აი მის გერებს იგებ. ლიზი, მოდი გვითხარი, ერთი კვირა, რაც შენ უკვე ხარ ოქროს ბილეთის მფლობელი, შენი ვიდეოები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს უკვე სოციალურ ქსელში, დიდია სიყვარული მაყურებლის და მსმენელის მხრიდან და მოდი გვითხარი, აი ამ ერთი კვირის მანძილზე რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მეც დავისასხები, დავიწყე რომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ვარ და მიხარია რა თქმა უნდა. ერთ კვირაში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩაში რომ გავდივარ და ხალხი რომ ცნობენ უკვე, რაც გეუბნებიან, მოდი გვითხარი. იმას რომ ძალიან მოეწონათ ჩემი ნამღერი და ძალიან მადლიერი ვარ, აი ჯერ კიდევ ვერ გადმოვცემი ემოციებით იმას, რასაც გრძნობ შიგნით და ეგ არის მუსიკა არის ზოგადად ეგ წყარო რა, რითაც შემიძლია რომ ჩემი ემოციები გამოვცე. სიტყვიერად არ შემიძლია ემოციური ადამიანი არ ვარ დიდად რა. და მუსიკა მეხმარება რომ გადმოვცე რას ვგრძნობ და ამ შემთხვევაშიც იმედი მაქვს მუსიკით მივაწვდენ ხალხს იმას რასაც ვგრძნობ და რაც განვიცადე ამ ერთი კვირის განმავლობაში. ლაშა რაღაც ერეკლემ თქვა რომ სცენაზე რო გავდივარ და ძალიან კარგია ეგ რო არ ნერვიულობ, იმიტომ რომ სცენაზე ადამიანი როდესაც პასუხისმგებლობას იღებს იმისას რომ გავიდე სცენაზე, ხმა თუ აუკანკალდა და ბგერები ვერ წარმოთქვა, ბუნებრივია წარმატებასაც ვერ მიაღწევს რომ ზოგს სპორტი მოწონს, ზოგს მუსიკაო და ლიზი არის ის მონაწილე ჩვენი პროექტის და ის ადამიანი რომელსაც მე მგონი თანაბრად აქვს წარმატება სიმღერაშიც და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ფეხბურთში ლიზი. ენწვა გადასარევათი. მაგას ვამბობ წერა რომ ლიზი იცით რომელი ტიპია თქვა სოფლიოს ჩემპიონატზე დასაწყისში იმსაც რომ ღერის და მე რო თამაშობს რომ ფეხბურთს გუნდშიც არის და თან იმსაც ღერის. გუნდიც და მოედანაც მიზაუცილებს. სხვადასხვის ეს ლიზის ერთ-ერთი საფირმო ნიშანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან მაგარია, წარმოიდგინე ხა გასახდელში თამაშის წინ გადიან და ლიზის რაღაც თავის ხო სიმღერი დამხნევებს გუნდს. მოდი ესე ვთქვა, ქოქავს და გადიან მერე დამაზე იგებენ. რატომაც არა, გადასარევის სცენარია, ლიზი რა სიტყვი. კი, და იმედი მაქვს მალე გავაკეთებ მაგას. ძალიან მალე დაუბრუნდები ფეხბურთს მაქვს გეგმა. ახლა შეჩერებულია ფეხბურთის მიმართ ინტერესი. ეგრე მე და შენ ვერ ვიძმაკაცებ. აპირებ გაგრძელებას. უნდა, აბა რას ნიშნავს აპირებ ფეხბურთია, აქ არის ფეხბურთი, სიმღერაც აქ არის, მაგრამ არის რაღაცები რომ ორი ხელოვნება. რა თქმა უნდა, პასუხი არ გითხარი ლიზი, თორე ლაშა ალბათ ძალიან განიცდის ხოლმე. ხო, რაც სპორტს ეხება ყველაფერს. კი, განსაკუთრებით ფეხბურთს. შედარება რო გავაკეთოთ, აი ემოციური ფონი, გოლი ხო გაგიტანია? კი. აი და ეხლა თქვი რომ ჩემ ემოციას გამოვხატაო სიმღერით. აი შეადარე სიმღერით გამოხატული შენი ემოცია და გოლის შემდეგ გატანილი გოლის შემდეგ გამოხატული ემოცია. ორივე სხვადასხვანაირი ემოცია. სტადიონზე რომ შევდივოდი ხოლმე, საერთოდ მავიწყდებოდა ყველაფერი, რაც სტადიონს გარეთ ხდებოდა და ვიყავით უბრალოდ ბურთი და მე. ხო და მუსიკაშიც ეგრე არის, სიმღერაშიც რომ სცენაზე რომ გამოვედი, მანამდე შეუარებაც და შფოთვაც ბევრი იყო, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, გაქრა ყველაფერი და დავიწყე სიმღერა აღამინებელია. დაგაკმაყოფილა პასუხმა? კი, უბრალოდ მინდა რომ პირობა ავიღო აქვე რომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს საფეხბურთო საქმიანობა და გეტყვი რატო. და მე როგორც ცნობილი ბომბარდირი აუცილებლად იქნება როგორც უკვე ნაკრების წევრი, იმიტომ რომ ქალთა ფეხბურთის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და არ მინდა რომ დაკარგო უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ ყავს ბევრი ფეხბურთელი, ვინც შეიძლება საქართველოს ლიგასა გაიტანოს. მოკლედ მინდა რომ გკითხო. ხო და აი ლიზი ახალი თაობის წარმომადგენელი იქნება და იმედი მაქვს რომ ყველა შენს მოლოდინს გაამართლებს. პირდები ხო? კი, პირდები. ლიზი, ვიცი რომ მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა, გასაგებია ძალიან დიდი სიყვარული სიმღერის მიმართ, მაგრამ აი ფეხბურთის მიმართ ინტერესი. საინტერესოა ვინ გაგიღვივა? ოჯახში არავინ არ არის დაინტერესებული ფეხბურთით. უბრალოდ ქუჩაში რომ გავდიოდი ხოლმე და ჩემი უბნის მეგობრები რომ თამაშობდნენ, დამაინტერესა. მე ძალიან შევყევი, ძალიან დამაინტერესა და საბოლოოდ შევდგი ფეხი დიდ ფეხბურთში.
ძალიან მაგარი თამაში ვნახეთ გუშინ წარმოუდგენელი და ძალიან მაგარი თამაში გველის დღეს და იმედია კვარაცხელიას გამარჯვებით დასრულდება შენ მის გულშემატკივრობ ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში პარის სენ-ჟერმენის გულშემატკივრობ. და გუშინდელ თამაშს უყურე? გუშინდელ თამაშს უყურე და კარგია რომ ბარსელონა წააგო. გამიხარდა გლაშები. აი ამაში ვერ შევთავაზეთ. ჩვენ უკვე აქ დავეჯახეთ. ჰალა მადრიდი რო იცოდი. კონკურსი არა, ამაში დავეჯახეთ ერთმანეთს. ბარსელონას გულშემატკივარი ხარ? გასატანი უნდა გაიტანო ძმაო და მოიგებ თამაშს ეგრე სად არის? ეგრეა. მე მაინც ვფიქრობ რომ აი მაგრამ თქვი და გეტყვი. გასატანი რაც იყო ყველაფერი გაიტანოს. ახალი ერა იწყება ლამინი ამალის ერა იწყება, მაგრამ აი იცით როგორ რაღაცა მე რო პატარა ვიყავ ბავშვობაში, აი ისეთი გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან ბარსას, რო ვერ უყურებდი თამაშს ტვიროდი ხო გეუნები და ასევე მე რეალ მადრიდის ხო და ანუ ეხლა უკვე იცით რა მჭირს აი კვარა ხო მიყვარს რა ჩვენია კვარა და ლამინი ამალი და კვარა უკვე ერთ იმაში არიან ასე თქვა უკვე კონკურენტები არიან ორივე ახალგაზრდა რა და უკვე ეხლა რა ვქნა რა გავაკეთო არ ვიცი ლამინისკენ გადავიხო კვარასკენ გადავიღო ჩვენ ეს თემა განვავრცოთ ვერ მოვჩებით ალბათ თვის ბოლომდე ამიტომ დაუბრუნდეთ იმას რაც თავარი შეგიძლიათ რომ რეკლამის მიღმაც შემდეგ ეს საუბრები დიდი სპორტის ირგვლივ რაც არ უნდა იყოს და რომელი გუნდიც არ უნდა იყოს კვარას პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენია და ჩვენი ქართველია და ჩემთვის დიდი мотиваცია მაგალითად ხო და დღეს მოიგებს და მე მიუნხენში შეხვდება ინტერს და ინტერსაც მოუგებს და გახდება ფენომენალური შედეგის მაჩვენებელი იმიტომ რომ კვარაცხელიას აქვს იმის შანსი ერთ სეზონში წარმოუდგენლად ბევრი ტიტული მოიგოს და იტალიასაც ჩემპიონობა მოუტანა პარის სენ-ჟერმენს და მე მედალიზე კვარას დაუწერთ სიმღერას. მოიგო ლიგა და მოიგო თასი. ეს ჰიმნი ოღონდ პრემიერა აქვს, ჰიმნის პრემიერა ოღონდ შუა დღის ეთერში. აუცილებლად. ესე იგი, ასეა ალბათ მუსიკაც და სპორტიც ეს ის ორი სფეროა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და ერთი დიდი სიხარულია ხოლმე ამ თემების ირგვლივ. კამათიც კი მათ შორის დაუბრუნდეთ ჩვენს სიმღერას მოდი ამ შემთხვევაში და ლიზი დაიკავე ჩვენი იმპროვიზებული სცენა და დაგვატკბე შენი ყველაზე თბილი ხმით.